დილამშვიდობის. როგორ ხართ? მე ნორმალურად. დღეს პირველად გავაუძე მაღვიძარას გარეშე და გამიხარდა. აღვიქვი რომ მეძინა. შემდგომ დავფიქრდი. ტვინი ხო ის არის, რომ დააწვალო. იქნებ მივე ჩვეუძილო, მაგრამ არა მგონი გუშინ მეძინა. ემოციური ფონი საშინელი პლუს ის ემატება ჩემს ამ მდგომარეობას, რომ ნიკოლოზ ვებრძვი იმისთვის, რომ იაროს სკოლაში. ეს არის ჩვენი ის არა, რომ ისწავლოს, უბრალოდ იაროს. ანუ უნდა დავიძინო, მე ვერ ავდგები, მე დღეს ვერ წავალ სკოლაში და ამას ადრე ვაკეთებდი ასე. ვიწყებდი ჩხუბს, ჯერ დაბალი ტონით, შენიშვნებით, მონიტორულად. არ ვჩერდებოდი. შემდეგ გადავდიოდი ჩხუბზე. ჩხუბი არ ვიცი ოღონდ. და რატო არ ვიცი, მე გავაგრძელოთ. და გამოდიოდა ხელჩართული ომი. ამ ომში ვინ რჩებოდა წაგებული? მე. ის მაინც თავისას აკეთებდა. თუ დავფიქრდებით და მეც მიფიქრია, რომ როგორი იყო წინა პერიოდი სკოლის, ესე ფეხით გადმოვიღებდი ხოლმე ძალით, ჩავაცმევდი, ჩავდებდი მანქანაში, ჩამოვსვავდი. იქ იყო ხრიკები პატარა ასაკში. მუცელი მტკივა რეკავდა და რა თქმა უნდა, ეხა ესე ვერენდობი შენ შვილს იქნებ მართლაც ტკივა. ხო, ამ ომებს თავი დავანებ. და რატო? პირველი ის, რომ ჩხუბმა დააზიანა ჩვენი ურთიერთობები. ის, რასაც მე ვერ ვიტანდი და მქონდა მიუღებლობა და ამას ვაპროტესტებდი ყველა ძალით. გამოიღო ის, რომ არ კონტაქტობდით საერთოდ, არ ვენდობოდით ერთმანეთს, არ ვუყურებდით ფილმს ერთად, არ ვლაპარაკობდით. არ იყო ის თემა, რომ ანუ ჩვენ ასე ვიცით, ჩვენს დედაშვილობაში ასეა, მოდი უნდა გეჭორაო. ეს ნიშნავს იმას, რომ მე რაღაც მაწუხებს და შენი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია. ეს არის ჩემს ორივე შვილთან და მე ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ეს დავკარგე, ძაფი გამიწყდა და შევეშვი ჩხუბს. ეხლა მეორე მხრიდან რომ შევხედოთ ამას, დაზიანებული დავრჩი მე და ფარხმალ დაყრელი დავრჩი მე. და როგორ უნდა შევეგუო იმ აზრს, რომ ძალიან ბევრს ვკითხულობ, ჩართული ვარ ფსიქოლოგიაში, გარდატეხის ასაკზე ძალიან ბევრ ინფორმაციას ვიძიებ. როგორ უნდა შევეგუო იმას, რომ ადამიანი, რომელსაც ყველაფერი გაუკეთე, აჭმევ, ეს ჩვეულებრივია, ნემსის ყულფში, ყუნწში ძვრები, ესეც მისთვის ჩვეულებრივია, ურეცხავ ჩვეულებრივია, სახში იდეალური სისუფთავეა ჩვეულებრივია და შენ ერთ რამეს მოითხოვ მხოლოდ რომ იარე სკოლაში, ანუ დაემორჩილე რაღაც წესებში ჩაჯექი და იქიდან იღებ, ანუ გაიტანა თავისი ფაქტიურად. რო შევცვალე სტრატეგია და გადავედი ჩაყოლაზე. მოდი, ხო, არ გინდა დღეს არ წახვიდე, მაგრამ უყურე პირობითად თუ ორშაბათია, მოდი ორშაბათს დავიწყე ვაჭრობა ჩვეულებრივ. მოდი თუ ორშაბათია, მეტი აღარ გააცდინო. იმ წუთას მეთანხმება იმიტომ, რომ ამ ყველაფერმა მიიღოს ის მხარე, რომ მე გავჩუმდე, ის მოქმედება, შედეგი და იგივე გრძელდება. დასჯის მეთოდებზე მსმენია კი. ძალიან კარგად მსმენია დასჯის მეთოდებზე. გამომივლია, იმიტომ რომ დღემდე მეშინია მამაჩემის. დღემდე მეშინია მამაჩემის რეაქციის. ბოლოს დამსაჯა 27 წლის ვიყავი და 3 წელი არ მელაპარაკებოდა. ეს არის დასჯა, მაგრამ უყურეთ, ეს თუ ჩემი შვილია და მე ვიყავი მაშინ დასჯილი და რის გამოც მე მაშინ დასჯილი ვიყავი, ის რაღაცა დღეს ჩემს ცხოვრებაში ისევ არის. ანუ ის თუ დასჯილი ყოფილხარ რაღაცაზე, ანუ და გამოუღია ნაყოფი, რომ იცი, მე გავაანალიზე, რომ ჩემი მშობლები მართლები იყვნენ და მე შევცვალე, მე არც ერთხელ არ მიქნია ცხოვრებაში. და მანდაც რომ დავსაჯო და წაგებული დავრჩა, მე ჩემი თავიდან გამომდინარე ვფიქრობ, ხო, აი
არ მოვიქცე მეც შესაბამისად, ახლა დილით ავდექი, გაუმზადე საუზმე ვეძალადე, ძალიან შვიდეთ ვეძალადე. მე რო დაინახა რომ ვლოცულობდი უკვე აქ ვიდექი სანთელი ავანთე და ამას ვერ ხედავს ხოლმე და იფიქრე რომ ძალიან ცუდად არის ჩემი საქმეო და სწრაფად გამოეწყო. მოვაკელი რაღაცები, ვაკლებ, ისედაც ვაკლებ, რომ არ იყოს ჩემი შვილი მატერიალისტი და არ კონდეს ის რომ ჩაცმა მნიშვნელოვანი, ეს ყველაფერი მოკლებული მაქვს. მხოლოდ მის ჯანმრთელობის საქმეებს ვაგვარებთ, მის რომ არ შესცივდეს, თქვენ არ იცით როგორი ქურთუკით დადის, უკვე გული მეწვება და გულში რომ მივხვდი რომ შარველი აღარ იკერებოდა, აღარ გაიკერებოდა. არასდროს გამოვაწერინე საკმაოდ ბიუჯეტური, იმიტომ რომ არ შესცივდეს. ანუ ის მომენტი რომ დავსაჯო იმით რომ მე არ ვუყიდო რაღაცები არ მივცე ბევრი ფული არ ვაძლევ ბევრ ფულს დღეში ვაძლევ 5 ლარს იმიტომ რომ უნდა იმოძრაოს და სადმე რომ მოშივიდეს ჭამოს და ვარჯიშზეა და იქნებ გაუჭირდეს და ტაქსის გამოძახება დაჭერდეს. ხო, ანუ როცა ვფიქრობ, აი დასასჯელიც არ მაქვს. არაფერი გამიკეთებია რომ როგორც ხო რომ მასწავლებლებთან არ გატარებ, მეთქი ეგ ეს იქნება. ეს ყველაფერი აი ამას რომ ვიაზრებ. ტოქსიკურ ურთიერთობაში გადამდის, ანუ აბსოლუტურად ჩემი ტვინი მოცულია ჩემი შვილით. ახლა ვკითხულობდი ერთ-ერთი ფსიქოლოგის ესეთი ჩემთვის ამ ეტაპზე გაუგებარი თეორემა იყო, რომ მიეცით ადამიანებს უფლება იცხოვრონ ისე, როგორც თვითონ უნდათ. შენ არ იცი, როგორი გახდება. ჩემ თავს რომ ვადარებ, მე არ მინდა რომ ნიკუშაში ბევრ ამას ვხედავ ჩემნაირს და არ მინდა რომ ჩემსავით ბევრი იწველოს და ბევრი გაიაროს. არ მინდა ცხოვრებაში შეხვდეს ისეთი ადამიანი, როგორც მე შემხვდა, იმიტომ რომ ძალიან ერთგული და ძალიან მოსიყვარულია. არ მინდა ცხოვრებაში გული ეტკინოს და ნუ ამ არ მინდა თითქოს მე ჩემგანული ცხოვრებიდან რაღაცებს ვარიდებ, მაგრამ აქ არის კიდე ერთი დიდი მაგრამი, რომ არ ირიდებს. ანუ ყველაფერს თავით ეტენება იმაში, რაშიც ვეტენებოდი მე 16 წლის. პრიორიტეტულად ვერ ალაგებს ცხოვრებას ის, რომ წიგნი აიღოს და თავში იკრას, მაგის მაგივრად ძალიან კარგ ფილმს იკრავს ხოლმე თავში. ან გუშინ მაგალითად ძალიან გავუბრაზდი და ვუთხარი, რომ არ გახვალ შენ მეგობართან. არ გახვალ. ესეთი გაბრაზება ვიცი. რაც უფრო ტონს დაბლავ უწევ, ჩემ სახლში შიშის ზარია. გონია. ცოტა შეფუცხუნდა. გავიდა. არ ემასქნა. დაურეკა, მან უთხრა რომ არ მცალიაო. და ის რომ მე რომ თხოვე რომ არ გასულიყო, ის რომ არ შესრულებულიყო, მაინც გავიდა სასეირნოდ სკვერში და ძალიან მალე მობრუნდა. ხედავთ? ანუ თვით დამკვიდრებისთვის მივცეთ საზღვრებიო, კაი დაიმკვიდრე თავი, მაგრამ რომ გახსებით 18 წლის შენს მეგობარს ისევ მე ვუყიდით, აი გულს ისევ მე ვიზრუნებ სადილისთვის, ისევ მე გავაკეთებ ამ ყველაფერს. ხო, არ ვიცი, აი ისეთ ჭიდილში ვარ საკუთარ თავთან და ვატყობ უკვე რომ ყველაფერი ეს ჩემი უხასიათობა, ჩემი ეს თავის ტკივილები, ჩემი ეს უძილობა განაპირობა ამ ყველაფერს. მაგრამ ჩემი მინუსი სად არის, მე იმასაც კარგად აღვიქვავ. უბრალოდ ერთ კომპონენტიან ოჯახში, როცა დარჩა ერთ კომპონენტიანი, რომელიც იყო მრავლობითი მე, ჩემი ძმა, ჩემი და ერთად ცხოვრობდით, ნიკოლოს ყავდა, მამა, ბებია ყავდა, ნუ ეს ყველა ნელ-ნელა წავიდა დავრჩით მე და ნიკოლოზი და ეს იყო მე-6 კლასი, როცა ჩემი ყოფილი დედამთილი გარდაიცვალა, ის რო დღეს ცოცხალი ყოფილიყო, ეს ესეთი არ იქნებოდა. ძალიან ბევრს ვჩხუბობდით ორ ხმაში ერთად და რაღაცას მივაღწევდით. თუმცა მაშინაც იბრძოდა იმისთვის, რომ არ გაიკეთებინა რაღაცები ისე როგორც ჩვენ გვინდოდა. ვერ გეტყვით, როგორ იქნებოდა, შევეცდი. და ვფიქრობ, რომ თავის დროზე ობიამპურზე რომ ეცხოვრებინა და მე დილით, ან ეს გადაწყვეტილება მიმეყო, რომ რაღაც დოზით სახში ყოფილიყავი ჩემ შვილთან, იქნებდა უკეთესი რეზულტატი მქონოდა.
ხო, არ ვიცი და უკვე ვატყობ, რომ ტოქსიკურ ურთიერთობაში ვარ. არ ვიცი, ძალიან ბრაზობ, ძალიან ნერვიულობ, ძალიან არ მაძინებს, ძალიან ბევრს ველაპარაკები და ყოველთვის ვამბობ, რომ გაჩუმდი, ვიცი და თუ იცი. მე მერტვება ის, რომ მე ისეთი დედა ვარ, რომ ესე ელაპარაკო და ეს არის ძალიან წვრილმანები, ანუ იდეაში რომ ვილაპარაკოთ, ეხლა ფსიქოლოგის კითხვები იყო, ღამე აგვიანებს, არ აგვიანებს, შეურაცხყოფას გაყენებს, არ მაყენებს, ხმას უწევს, არ უწევს ჩემთან ურთიერთობაში ხმას. ანუ ბევრი კითხვები იყო, რაზეც ანუ აბსოლუტურად უარყოფითი პასუხები იყო ჩემი მხრიდან, ანუ არ ხდება ესეთი რაღაც ჩვენს ოჯახში, მაგრამ აი ეს ყველაფერი იმდენად მაღიზიანებს ხალხო, ვიღაცის შეიძლება ძალიან ჩვეულებრივი იყოს. მე იმდენად მაღიზიანებს ეს დაკარგული წლები საწოლში, კოტრიალში, ან სადმე სკვერში, ბოდიალში, რომ არ ვიცი რა გამაკეთო. ხო, მოგაბეზრეთ თავით ჩემ შვილთან ურთიერთობით, მაგრამ სიმართლეა რატო ხარ ცუდად, ეს არის პასუხი, ამიტომ ვარ ცუდად, რომ ვერ ბალაგებ. როგორც მე მინდა არა, როგორც მე სწორი მგონია, ყველა ადამიანი ხო იქიდან გამოდივართ, რა ჩვენს მე მაგალითად ძალიან კომუნიკაბელური ვარ რა. და ვფიქრობ, რომ ვიქნები კარგი მეგობარი ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის შეუძლიათ მენდონ, ანუ ისე ფაქიზად შევეხო. ხო არიან ადამიანები, ვისაც კომუნიკაცია არ ჭირდება, ხო? და ნუ აი საკუთარ შვილთანაც უჭერთ კომუნიკაცია. მე იმდენად მწყურია ეს ყოველთვის, ყველასთან იმდენად ვივსები, იმდენად მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობები, რომ მაბედნიერებს ხოლმე. და ნუ აი ეს ჩემ შვილთან ეს რომ დავკარგო არ მინდა, იმიტომ რომ დღეს ჩვენ კარგი მეგობრები ვართ და კარგათაც ვჩხუბობთ. ხო, არ ვიცი. მათხოვეთ ვინმე ბავშვი, რომელიც კარგად სწავლობს. დილით ადრე დგება ადრე. მიდის სკოლაში. დამავიწყდა მე დათასმერე როგორია ეს ბედნიერება და ცოტა ხანი გამაბედნიერეთ და მე გაჩვენებთ თუ თქვენ შენიშვნას აძლევთ თქვენ შვილს, მე გამოგიგზავნით. ჩემს დილით ავდექი ხო გავუშვი ნიკოლოზა ძალით, ტენით, წიხლით. დავალაგე სახლი, ვრეცხავ, გამოცვალ თეთრეული, თქვენ შევიღებე ხო? იმიტომ რომ უკვე ის რაღაცა აღარ შემეძლო. ხო და არ მისაუზმია, არასდროს არ საუზმობ. მაგრამ პირველის 5 წუთია საერცხი დავაგროვე ძალიან ბევრი, არ ვიცი გუშინაც დავერეცხე და საიდან მოდის ამდენი. აქამდე ისევ ადიელები გვეფარა ხოლმე, ახლა გადავედი გვესაბნებსა გათბობაც ჩავწე დღეს. ხო და მშია. ემისთვის რომ მშია მე ხალხარ ვიცი რაღაც პორს ყიდულობა უსახელო მაღაზიაში უსახელო პორია ასეთი გემრიელი არ ვიცი რამე თუ არსებობს გავხუხავ პორს ერთადერთი სუდია დამოკიდებულება ადამიანზე ანუ ძალიან დამოკიდებული რო ხდები რა და წუთი რო არ გაქრო ცოტა ქვემოთ ვერ დადეო რაო ისო გორკის ქუჩაზე ქვევით რა ვიცი ესე მოუწია თულია ძალიან დედობა იქ სადაც ყველაფერი კარგად არის იქაც კი მეშინია ხოლმე კვერცხი მინდოდა მაგრამ მეზარება ნუ დაიზარებს ამბავია ცილა ესოდენ სანუკვარი რაიმეა
ალა ინახიეთ გარეცხილები ნუ. გეცრავ აიო გამარჯობა დიახ როგორ ვიკეთებ მე კვერცხს არ ვიცი სწორია თუ არა მომწონს მე ასე ამას ასე შევთქვათ კარგად იმიტომ რომ არ მომწონს ხოლმე რაღაცები და პირდაპირ შევაგდებ მიკროტალღოში თქვენ წარმოგიყვანთ ახლა აქეთ რომ თავი არ გეტკიფოთ ნახოთ პურმა რა ქნა პური მზადა სუძარი იყო შეკვეთა გამიუქმეს ხვალის აუცილებლად ყველი ნამცეციც რო არ უნდა იყოს მე გავერთე ხათ ამ ფიქსებში გავსწრე ხა უყურეთ იმისთვის რომ ისაუბრო თინუსი რომელსაც თუნუქის ქირიდან ვიღებ ხოლმე და ეგრევე გატომა აქ ეხლა მე ამას აღარ დაბადებ პურზე ვისვავ ხოლმე იმიტომ რომ კატებს გავუყავი დილით და პირდაპირ ჩავუშვებ შიგნით ავოკადოს ვცდილობ რომ კვირაში ორჯერ მაინც მივირთვა ან ცალკე დავიჭრი მე მოზელილი და მორაულის არ მიყვარს არაფერი ეს ამ ყველაფერში კიტვი არის ყველაზე გემრიელი რამ მიყვარს ეს გასაერცხებელი არა იმიტომ რომ ამას სრულად მივირთმევ მე მარილე არ მიყვარს შესაბამისად არ ვხმარობ არასდროს არაფერს არ ვაყრი გარდა ცოტა შემარილებისა რომ გემოები გახსნას ჩემს გაკეთებულ სადილზე ყველა იძახის რომ უმარილოაო ისთვის რომ დილა გავდეს დილას
აი ამ რაოდენობის ზეთისხილი აუცილებლად კიტკთან. 100 პლუს კვერცხი და თინუს, მშვენიერი სამეფო, ესეთი ჯანსაღი და გემრიელი სადილვახშავი მექნება. ხავა ასეთია ჩვენი კვერცხი, ნახეთ. ასეთი გამოვიდა ჩემი უცხიმოდ შემწვერი კვერცხი. ესეც ჩემი საუზმე და წავედი. დაგემშვიდობებით აქ. მიყვარხართ, ბედნიერ დღეს გისურვებთ.